მოკლედ გამარჯობათ მეგობრებო. დღეს დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი საკითხი BGP. ეგრეთ წოდებული Border Gateway Protocol. რომელიც არის საკმაოდ ვრცელი და რა თქმა უნდა ერთ ვიდეოში ვერ ჩავატევთ ამ თემას. ეს იქნება ძალიან ვრცელი საკითხი განსახილველად. რამოდენიმე ვიდეო იქნება, ალბათ არ ვიცი, 4-5, შეიძლება 10. ამ ვიდეოში მე არ დავიწყებ ახლა BGP-ს განხილვას თვითონ. რა არის BGP და როგორ მუშაობს. უბრალოდ 1-2 სიტყვით გეტყვით, რომ BGP არის რაც საერთოდ ამოქმედებს, ამოძრავებს, რაც გამოიყენება ინტერნეტში. ანუ სერვის პროვაიდერები იყენებენ BGP-ს ძირითადად. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ BGP კომპანიაში, enterprise-ში, მაგრამ ძირითადად ეს არის პროტოკოლი, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან სხვადასხვა ავტონომიურ სისტემებს. ეგრეთ წოდებულ AS, autonomous system, რასაც ქვია, აი მათ ერთმანეთთან აკავშირებს. არის ძალიან საიმედო განვრცობადი არის scalable ეგრეთ წოდებული, რომელიც გაფართოებადი, რომელიც იტევს უზარმაზარ რაუთინგი ინფორმაციას და საკმაოდ უსაფრთხო არის, უსაფრთხოების სისტემაც ისე არის შემუშავებული, რომ ის არ არის ძალიან სწრაფი, რა თქმა უნდა. ეგრეთ წოდებული convergence, რასაც OSPF-ს აქვს ძალიან სწრაფად, რომ ეს შიდა ავტონომიურ სისტემაში ძალიან სწრაფად იმუშაოს ამ პროტოკოლმა. ეს არ არის BGP, მაგრამ არის ძალიან საიმედო, მყარი და ძალიან დიდ მოცულობა routing tables ამუშავებს იგი. ხო, არსებობს BGP-ის სხვადასხვა ტიპები, ორი ტიპი ძირითადად რა, ეს არის eBGP, რომელიც არის external BGP, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან სხვადასხვა ავტონომიურ სისტემებს და არის iBGP, იგივე internal BGP, შიდა BGP, რომელიც შიგნით ავტონომიურ სისტემაში მუშაობს რა. როგორც OSPF, EIGRP, RIP და აი ეს routing პროტოკოლები იგივენაირად მუშაობს, მაგრამ ის არ გამოიყენება როგორც IGP, ანუ interior gateway პროტოკოლები, რომ არის შიდა ავტონომიური სისტემის პროტოკოლები, რომ არსებობს, ისე ამას არ გამოიყენებთ. ძირითადად ვიყენებთ eBGP-ს, რომელიც არის exterior gateway პროტოკოლი, ანუ ავტონომიურ სისტემებს შორის. ხო, ორი სიტყვით გეტყვით, რომ ორი სიტყვით ვთქვათ ის, რომ BGP, მოდი როგორ მუშაობს ხა BGP. უცებ გადავალო თვალი აი ამ ტოპოლოგიას, რაც არის აქ სურათზე. ეს არის 1 2 3 4 5 ავტონომიური სისტემა მაქვს აქ. ჩავთვალოთ, რომ ეს არის აი მომხმარებელი customer 1, customer 2, აგერ ეს არის service provider 1, service provider 2, service provider 3. ხო, ეხლა ეს customer 2 როგორც ხედავთ, დაკავშირებული არის ორ სხვადასხვა service provider-თან. ეს მომხმარებელის დაკავშირებული არის ორ სხვადასხვა service provider-თან. ეს არის შემთხვევა, როცა ჩვენ უკვე გვჭირდება BGP. თუ მომხმარებელი დაკავშირებული არის ერთ service provider-თან, რა ვიცი, საქართველოში სხვადასხვა service provider-ები
უცხოეთში, ევროპაში და ამერიკაში სხვადასხვა სერვის პროვაიდერები არის და მოდი საქართველოს მაგალითზე განვიხილოთ, აი სიტყვაზე კომპანია არის დაკავშირებული მაგთისთან. პირობითად, ხო? და სილქნეტთან. ერთი არის მაგალითად მაგთისთან დაკავშირებული. თუ კომპანია არის ერთ სერვის პროვაიდერთან დაკავშირებული, მას BGP არაფერს შეაჭირდება. უბრალოდ default routes გააქტიურებს, კონფიგურაციას გააკეთებს default route-ის და ეს სრულად საკმარისი არის იმ ბიზნესთვის, რომ ინტერნეტთან ცდომა გქონდეს, ხო? მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ეგრეთ წოდებული redundancy, ხო, the resiliency, რომელიც არის საიმედოობა და იმ შემთხვევაში თუ რაღაცა ხარვეზი აქვს სიტყვაზე links ან თვითონ service providers ჩვენ გქონდეს მეორე ალტერნატიული საშუალება, რომ ჩავარდნა არ გქონდეს, ხო? და ინტერნეტის მოწოდება არ შეგვიწყდეს და არ შეგვიწყდეს ბიზნესი, არ გაგვიჩენდეს, ხო, სიტყვაზე. ან რავი, ნებისმიერ რაღაცა რასაც აკეთებს, შეიძლება არ ვიცი, რასაც აკეთებთ, ის საქმე რომ გაგიფუჭდეთ, ამისათვის აუცილებელია რომ იყოს ორი დაზღვევის მიზნით ორი სერვის პროვაიდერი, რომელიც რა ვიცი, ერთს ვამუშავებთ რაღაცა მიზნით, მეორე მიზნით შეიძლება load balance-ისთვის მეორე გამოვიყენოთ, ან საერთოდ არ გამოვიყენოთ. მეორე იყოს ხოლმე პირველი თუ რამე მოვიდა ამ links, ავტომატურად სიტყვაზე ამ links თუ რამე მოვიდა, ავტომატურად აქ იწავა მომხმარებელი, ხო? კარგით მეგობრებო და ეხლა საინტერესო არის თვითონ რა პროცესს გადის BGP საერთოდ როგორ მუშაობს, ხო? ჩვენ ვიცით OSPF-ი როგორც მუშაობს. OSPF-ი OSPF-ს დავაკონფიგურირებთ, network advertisements გავაკეთებთ, ხო? ეგრეთ წოდებული პროცესს შევქმნით, network advertisements გავაკეთებთ და ყველაფერი კარგად მუშაობს. BGP-ის შემთხვევაში ცოტა სხვანაირად არის, მეგობრებო და როგორ არის? BGP ამყარებს TCP connections. ანუ TCP ხო ვიცით რაც არის CCNA-დან, რომ ეს არის კავშირი, რომელიც არის საიმედოობაზე დამყარებული, ხო? სამმხრივი ხელის ჩამორთმევის პრინციპი. პირველი, როდესაც სიტყვაზე როუტერი ეს როუტერი გაუგზავნის SYN შეტყობინებას, ეს გამოუგზავნის მერე SYN ანუ synchronization-ს გაუგზავნის, რომ სინქრონიზაციას დავაზობ, ეს გამოუგზავნის synchronization acknowledgement, ანუ შენ სინქრონიზაციაზე ვიდასტურებ სინქრონიზაციით და ეს გაუგზავნის მერე იქით acknowledgement-ს და TCP connection-ი შედგა. BGP აკეთებს სწორედ ამას. BGP TCP კავშირს ამყარებს თავის ეგრეთ წოდებულ მოკავშირესთან, peering TCP BGP peering router-თან. მის შეიძლება უყურეთ, შეიძლება აქ მნიშვნელოვანი საკითხია. შეიძლება ეს არ იყოს მომიჯნავე როუტერი. უბრალოდ იყოს peering router-ი, ანუ ამ როუტერს ამ შემთხვევაში TCP კავშირი და შესაბამისად BGP კავშირი შეუძლია დაამყაროს აი ამასთან პირდაპირ. აი ეს ამის გავლით. ოღონდ აქ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ამ როუტერმა, უბრალოდ აი ამ როუტერმა უკვე უნდა იცოდეს, აი ამ როუტერთან როგორ უნდა მივიდეს. ანუ მათ შორის რამე საშუალება უნდა არსებობდეს, იგივე routing პროტოკოლი უნდა უკვე იყოს კონფიგურირებული, ან static route, ან OSPF, ან EIGRP, რომ მათ შეძლონ კავშირის და TCP კავშირის დამყარება, ხო? ამან შეძლოს ამ IP ადრესთან TCP SYN messages გაგდონა და იმან acknowledgement-ის შესთავაზება, ხო? აპირით SYN კავშირის შეთავაზება და იმან acknowledgement-ის გაკეთება. BGP აკეთებს სწორედ ამას. ჯერ ამყარებს TCP კავშირს
ანუ ეს გავს თითქმის აი აპლიკაციას რა. აი უფრო აპლიკაცია არის, მაგიტო ამბობენ რომ BGP არის უფრო მეტად აპლიკაცია ვიდრე routing პროტოკოლი. თან routing პროტოკოლია, თან თითქოს აპლიკაციის ისა. რომ ჯერ ავყარებს კავშირს და შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია რომ განახორციელოთ მოქმედები, BGP კავშირი თვითონ უკვე ამ TCP კავშირზე ზემოდან. ხო, ეხლა რა ხდება? როდესაც ჯერ თავიდან როგორ არის? ჯერ BGP-ს ეს routeri, აი ამ შემთხვევაში, აი ეს routeri 4 ცდილობს თქვა აი ამასთან კავშირის დამყარებას, ხო? ეს არის ეგრეთ წოდებულ idle. ხო, ინგლისურად თქვა idle. ანუ თითქოს და დაკოკილ მდგომარეობაშია რა. ესე აი დაიქოქა ეხლა ჩვენი მხრიდან BGP კავშირი, დავქოქეთ და რა ხდება ეხლა? რა საკეთებს ეს? ხო, დაიქოქა და ეხლა გაუგზავნა ამან TCP კავშირის მოთხოვნა. ამას გაუგზავნა, ამან დაუდასტურა. ამანსო დაუდასტურა acknowledgement მისცა სინაგზე და ამათ შორის შედგა TCP კავშირი. ეხლა ეს უკვე ამის შემდეგ უგზავნის open messages. Open messages უგზავნის აი ეს routeri და ესეც უგზავნის ამ შემთხვევაში open send ეს routeri-ები ამ უბრალოდ პირველი არის idle. შემდეგ არის connect. ანუ კავშირს ცდილობენ და active. აი ეს სამი idle, connect და active ეს სამი მდგომარეობა არის თითქოს აი პირველი ეტაპი. როდესაც ესენი ცდილობენ TCP კავშირის დამყარებას თვითონ ერთმანეთთან. ეს სამი ერთად განიხილეთ რა. შემდეგ უკვე ამის შემდეგ არის open send მდგომარეობა, როცა ეს routeri და ეს routerიც გადადიან ანუ open message-ების გაცვლით მდგომარეობაში. ანუ რას ნიშნავს ხა ეს? open message-ში რა წერია? open message-ში წერია მეგობრებო შემდეგი რაღაცა. ავტონომიური სისტემის ნომერი, ანუ ჩვენ BGP კონფიგურაციას რო გავაკეთებთ, მე განახებთ. და მოდი საერთოდ ეს ეხლა ჯობია რომ გავაკეთოთ რა. მოდი გავაკეთოთ ეხლა ეს და ჩავიხედოთ თვითონ debug-ში თუ ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება. საინტერესოა, ხო? კარგი, აი ეს მე რო არ გელაპარაკოთ, მოდი ესე გავაკეთოთ ეს. აი გავხსნათ ეს routeri და ეს routeri გავხსნათ. მე-4 და მე-7 routeri-ები ერთმანეთთან დავაკავშიროთ. და თან ნახოთ როგორ გამოიყურება BGP კავშირი ერთმანეთთან. ეხლა მე იმედია BGP უკვე არ მაქვს გააქტიურებული. მოდი ნახოთ, აბა. მგონი არ მაქვს. კი ბატონო. კარგი, დავაკავშიროთ. ეხლა ესენი ერთმანეთთან. ანუ როგორ ხდება ეხლა BGP-ის კონფიგურაცია? პირველი არის ესეთი. router BGP და წერთ ჩვენი ავტონომიური სისტემის ნომერს. ეს routeri არის 64500 ავტონომიურ სისტემაში. ეს ავტონომიური სისტემის ნომრები ამათ ჩვენ შემდეგ კიდე დეტალურად გავივლით. უბრალოდ ეხლა მე მინდა ზოგადი BGP-ის კონფიგურაცია გავაკეთო აი ამ ქსელზე მთლიანად. რასაც აქ ხედავთ, ჩვენ ეს ქსელი უნდა დავაკონფიგურიროთ და ამაზე მე მანიპულაციები უნდა გავაკეთოთ. policy change ეგრეთ წოდებული, prefix listები, access listები, route maps, ავტონომიური სისტემის მანიპულაციები და ასე შემდეგ.
route leaking და ძალიან ბევრი სხვადასხვა რაღაცა უნდა გავაკეთოთ ამ იმაზე რა. კაი. ეხლა ეს გვინდა, ხო? აი, აქ ეხლა მოდი უცებ ნახოთ, ხო, ინტერფეისი ხო სწორად მაქვს. კი ბატონო, ინტერფეისი, ყველაფერი ინტერფეისებზე მე IP ადრესები უკვე გაწერილი მაქვს. OSPF-ის დაკონფიგურირებული მაქვს. აი, ამათ შორის აუცილებლად უნდა იყოს OSPF-ი, ამათ შორისაც უნდა იყოს OSPF-ი, რადგან მე აქ მე ნახოთ loopback interface-ის advertisements გავაკეთებ BGP-ში და მე ამისთვის OSPF-ი აქ მჭირდება. აქაც OSPF-ი ძალიან მჭირდება. ამ IP ადრესების advertisements ვაკეთებ GAR-Excel-ში, ინტერნეტში. კარი დავაკონფიგურებთ, ხა? ესეთი რაღაცა ვყურეთ. Neighbor, ანუ მეზობელი, პირდაპირ აი ძალიან ლოგიკურად არის ყველაფერი. მეზობელი IP ადრესი ამ მეზობლის 192.50.51.101. ეს არის ჩვენი მეზობელი. ეხლა ვწერთ რა ავტონომურ სისტემაში არის ჩვენ ეს მეზობელი. თან არის remote-ში, ხო? Remote autonomous system 64,600, ხო? კი ბატონო. ავარტეთ ხა enter-ი. და ეხლა რას ვაკეთებთ, ხო? ეხლა მე მინდა აქ security გავუწერო. პატარა security policy გავუწერო, რას როგორ გამოიყურება ეს. Neighbor 192.51.101 TTL security hops 1. Default-ად ეს არის 255. ახეთ 54 ბოდიში. მე მინდა 1 იყოს. ეს უსაფრთხოებისთვის არის. დავაჭი. ეხლა ნახოთ. To show BGP IP version 4 Unicast. ნუ ჯერჯერობით არაფერი. ეხლა რა ხდებათ ნახეთ. ეხლა მე გავაკეთებ. აუ, ბოდიში так. 64,500 დამოვსდა router ID BGP-ისთვის. წერთ ეს რაღაცას BGP router ID და ამის router ID არის 4-იანი. 4-იანი. აჰა. კარგი, ეხლა რა ვქნათ, იცი, აი აქ გადავიდეთ. და გავაკეთოთ აქაც იგივე კონფიგურაცია, მაგრამ სანამ გავაკეთებთ, მე მინდა დებაგი გავუკეთო თვითონ BGP-ს. მინდა BGP. BGP, ბოდიში. BGP all. კარგით. და ნახავთ მე ინფორმაციების გაცვლას. წავიდა router BGP, ამის ავტონომური სისტემა არის 600. კი ბატონო. ხო, ახლა ჯერ არ მოვყვეთ. Neighbor ამის IP ადრესი არის 192.51.102. Remote autonomous system 64,500. დავარტყათ ეხლა და ეხლა უნდა წამოვიდეს უკვე ლოგები. ამა მოდი მე-4-ზე არ დებაგი არ. ნახეთ, აი გაიგზა. ეხლა უყურეთ რა ხდება. აი დაიწყება, ეხლა ძალიან მაგარი რაღაცა. აქ უნდა დავაკვირდეთ. ეხლა უნდა მოვძებნოთ თავიდან იყო აი უყურეთ. აი პირველი idle
ეს არის პირველი. idle-დან გადავიდა active-შიო. გეუბნება. ეხლა მიმდინარეობს convergence ეგრეთ წოდებული. ეხლა დავეულოთ ამას. ეს კარგია. კარგი ერთი რაღაცა გამოგჩა და ამიტომ არ გაკეთდება. კარგია. ნახეთ ეხლა რა მოხდება, რა უნდა ვქნათ? ჩვენ თუ გვინდა რომ ეს იყოს. ხურეთ რა უნდა ვქნათ? security დაგვაუწყოთ. TTL security hops 1. ეხლა ყველაფერი იქნება 5-იანზე. ეს ძალიან კარგი რაღაცა მოხდა, რომ ეს hop-ი ამისთვისაც და მისი მეზობლისთვისაც უნდა ემთხვეოდეს იდენტური უნდა იყოს ერთმანეთის. აგერ? So, ეგ არის. So, debug-ი გავთიშით. ეხლა დავიწყოთ ამის განხილვა. კი ბატონო. აჰა, აგერ არის ყველაფერი, ანუ ცოტა გავასწორო და დავწყოთ. თავიდან ჩვენ დავიწყოთ კონფიგურაცია, ხო? ამან ცადა, რომ დაემყარებინა კავშირი, მაგრამ არ გამოუვიდა. ნახეთ, აქედან თავიდან idle მდგომარეობიდან გადავიდა active მდგომარეობაში. მერე active-დან ცადა რომ open message გაეგზავნა, მაგრამ failed იყო, იმიტომ რომ time is TTL security არ დაემთხვა. რაც აუცილებლად უნდა დაემთხვეს, ორივე მიმართულებით ერთნაირი უნდა იყოს და მერე კიდევ ცადა ისევ idle, მერე ისევ active-ში გადავიდა და მოკლედ ბევრი იწვალა, მაგრამ რომ გავასწორეთ მერე იყურეთ გაასწორა, წავიდა idle-დან გადავიდა connect-ში, ანუ დაუკავშირდა, შემდეგ უკვე ყურეთ გაიგზავნა open message-ები, open message ამან გააგზავნა, იმანაც მიიღო open message, იმანაც გამოაგზავნა, მეზობელმა რაუტერმაც გამოაგზავნა, received open-ი მიიღო და რა წერია ამ open message-ში, ისიც შეგვიძლია ვნახოთ. Open message-ში წერია ავტონომიური სისტემის ნომერი, hold timer-ი წერია. ხო, ახეთ მეგობრებო, აი აქ უნდა მოძებნოთ, ხო, უბრალოდ ცოტა ისე არის. აი ერთი არის hold timer-ი, 180 არის hold timer-ი. Hold timer-ი რა არის ხა? Hold timer-ი არის საერთოდ ესენი აგზავნენ ერთმანეთთან, როგორც OSPF-ი აგზავნის hello messages, ესენი აგზავნიან keep alive messages. Keep alive message არის ეგრეთ წოდებული აი პულსი რა, აი პულზე თითი უდევს, ხო ხარ, აქ ხო ჯანზი ხარ, ხო კარგად ხარ, ხო არ გაითიშე და აი ამოწურს უბრალოდ და ეს keep alive message ყოველ თუ hold timer-ი აყენია, ან hold timer-ი ელოდება keep alive message. ეს არის თუ რამდენ ხანს დაელოდოს keep alive message-ის მოსვლას. Keep alive, უბრალოდ hold timer-ი default-ად აყენია 180 წამი, 3 წუთი, ანუ და ყოველ მესამედში იგზავნება keep alive. ანუ 60 წამში ერთხელ იგზავნება keep alive. ხო ხდება არა Excel-ში ჩავარდნები და პაკეტის დაკარგვა. სწორედ ამიტომ არის ეს სამჯერ მეტი დრო მოცდის. შეიძლება ერთხელ დაიკარგოს პაკეტი, მაგრამ არა უშავს კიდე დაელოდება. შეიძლება მეორეჯერაც დაიკარგოს პაკეტი, არა უშავს კიდე დაელოდება. აი მესამეჯერ თუ დაიკარგა პაკეტი, უკვე ჩათვლის რომ არა ეს მეზობელი უკვე არა თუ პაკეტი დაიკარგა გზაში, არა თვითონ მეზობელს აქვს პრობლემა. ამ მეზობლის იმას გააუქმებს ეგრევე და გააგზავნის სხვა მეზობლებთან update messages. სადაც ხო notification-ები წერია, შეტყობინებები არის, რომ
ეს მეზობელი აღარ არის წაშალეთ მისი IP ადრესი აღარ არის მაგ მეზობელთან წვდომა არ გვაქვს და შეგიძლიათ routing BGP table-დან ჩამოშალოთ. მოიშალოთ რა. ამ update message-ში ეს არის withdraw, ეგრეთ წოდებული withdraw notification-ი არის ეგრეთ წოდებული, რომელიც არის ჩაწერილი შიგნით, რომ უბრალოდ ეს მეზობელი აღარ არის რა. ხო, ეხლა უყურეთ, ხო გადავიდა ეს open message-ები ხო გააგზავნეს ერთმანეთთან. ეხლა ნახოთ open-დან კიდე უნდა გადასულიყოს სხვა მდგომარეობაში. open-დან აი აგერა ნახეთ sending open ხო ეს არის BGP ვერსია არის პირველი მეორე my autonomous system whole timer-ი და ნუ ეს ID არის. მე როგორ ეს არის მდგომარეობა open send-ი open message ხო გააგზავნა. მდგომარეობას ვქი open send. open send-დან გადავიდა open confirm-ში, confirm დაუდასტურა მისი მეზობლის open message-ს ანუ open confirm მდგომარეობაში გადავიდა და open confirm-დან გადავიდა established. შედგა მათ შორის BGP peering მეზობობა და აგერ არის adjacence გაიცვალა adjacence change ერთმანეთში გაიცვალა adjacence-ი და neighbor აი ეს და ეს გვიწერს რომ არის up. ანუ წამოიწია მეზობელი. ნახოთ ახლა ჩვენი მეზობელი. To show BGP IP version 4 Unicast. Bodish Unicast summary. პირველი ბრძანება Unicast გვიჩვენებს IP ადრესებს და თვითონ როგორ უნდა მიივიდეთ ამ ქსელამდე მაგას გვიჩვენებს. ხოლო prefix-ებს და ასე შემდეგ. routing table-ია ეგრეთ წოდებული, იყო BGP-ს და summary to show BGP IP version 4 Unicast summary არის თვითონ მეზობლის ინფორმაცია. ეს დაახლოებით იგივე ბრძანება არის, რაც OSPF-ში გვაქვს show IP OSPF neighbor, ხო? გვიჩვენებს მეზობლებს, რომელ მეზობელთან გვაქვს კავშირი დამყარებული. აი ნახეთ, მესიჯები, გაგზავნილი მესიჯები ამ მეზობელთან აგერ არის, მიიღებული მესიჯები ამ მეზობელთან არის. ესენი კიდე სხვა დეტალები არის. ეს რამდენი ხანი არის BGP კავშირი 5 წუთი არის დაახლოებით, ხო? უყურეთ. აქ თუ რომელიმე state-ში მდგომარეობაში არის, idle-ში არის, active-ში არის, connect-ში არის, თუ სადმე არის გაჭედილი, მაგას აგერ გვიჩვენებს. თუ idle-ში გაიჭედა, აი აქ გამოჩნდება ეგ. ხოლო თუ არაფერი წერია, ეგ კარგია. თუ აქ prefix-ები, ციფრები წერია, ეგეც კარგია. ანუ უკვე იმან IP ადრესები, თავისი მეზობლის IP ადრესები მოგვაწოდა. და ჩვენ გვიწერია მისი IP ადრესები. ეხლა არაფერი არ გვიწერია, რადგან არაფერი IP ადრესი ჯერ არ გაგვიცვლია ერთმანეთთან. და კიდე ერთი რაღაცა ჩანს მნიშვნელოვანი. ეხლა მათ კი დაამყარეს BGP მეზობლობა, მაგრამ უყურეთ prefix-ის advertisement-ი, ანუ წარდგენა IP ადრესების ჯერ არ მომხდარა, ამიტომ მათ წარმოდგენა არ აქვს თავიანთი მეზობლებზე და IP ადრესებზე და prefix-ებზე ზოგადად, ხო? ეს კიდევ ცალკე უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს ეხლა მე უბრალოდ გავაკეთე საჩვენებლად. ეხლა მე დავიწყებ უკვე BGP-ს კონფიგურაციას თავიდან ბოლომდე. როგორ უნდა გაკეთდეს, მოვყვები აი ამ ავტონომიური სისტემიდან და თლიან ეგრეთ წოდებულ BGP ქსელს შევკრავ. და ამას მე ნელა ნაბიჯ ყველაფერს განვიხილავთ. ხო? კი ბატონო. ეხლა მე მინდა ეს უბრალოდ ამოვაგდო აგერ კონდეს აგერ ეს მესამე მეოთხე მაქვს აქეთ მეშვიდე გადმოვაგდოთ მეხუთე მეექვსე კარგით მოდით დავიწყოთ მეექვსეთი ატომაც
მე-6-ით დავიწყოთ. IP ადრესი მაგ conf-t წავიდა. Router BGP ავტონომიური სისტემა 64500. მეზობელი რომელი არის? Router 5 არის 10.15.5.1, ხო? ჯერ router ID გავაკეთოთ. BGP router ID BGP იმედი არაფერი არ შეგვიშლება. თუ შეგვიშლება troubleshooting-ს გავაკეთოთ. ID ამის router ID იყოს 6-იანები. ეს router ID არის იმისთვის, რომ მათ მეზობლებმა ერთმანეთი გაიცნონ. სახელია ეგრეთ წოდებული ამ router-ის რა. ეს loopback interface არის ამ router-ზე და ამ loopback interface ვაკეთებ მე როგორც router ID ამ BGP-ისთვის. OSPF-ზეც ხომ იგივე გვაქვს. კი ბატონო, router ID-ს გავაკეთე. ეხლა მინდა უკვე neighbor advertisement გავაკეთო. კი არა და neighborship-ი მეზობლობა წამოწიო აი ამ ჩემს გვერდით იმასთან. neighbor 10.15.5.1 remote AS. ეხლა უკვე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ეს ხო არის ერთ ავტონომიურ სისტემაში. აქ BGP-ს, ანუ external BGP-ს ჩვენ არ ვაკეთებთ. როგორ უნდა ვქნათ? უნდა ვქნათ iBGP. iBGP-ისთვის ურეთ ესე არ არის უმჯობესი არის რომ გავაკეთოთ loopback interface-ზე. მეგობრობა. loopback interface-ზე როგორ უნდა გავაკეთოთ? ჩვენი მეზობლის loopback interface წერთ. ეს სპეციალურად დავწერე ხარ, რომ მე აღარეთ ნამდვილ ლინკზე ჩვენ არ გვინდა ამ შემთხვევაში მეზობლობის შექმნა. ჩვენ გვინდა ვირტუალური ლინკზე, რომელიც არის ამის loopback interface-ი 5-იანები. იგივე ამის router ID იქნება 5-იანები, ხო? ამის 4-იანებია, ამის 8-იანები, ამის 7-იანები. და უნდა გავაკეთოთ აქ internal BGP, iBGP, ანუ remote AS-ში წერთ ისევ ამ ავტონომიურ სისტემას 64500. დავართ გენთელი. ეხლა ეს საკმარისი არაა და რატო? ეხლა მე ეს რო გავაკეთო ესე რომ ჩაუშვა. ესენი ერთმანეთთან მეზობლობას ვერასდროს ვერ წამოწევენ და რატო? იმიტომ რომ დეფოლტად iBGP-ის დროს ჰოპების რაოდენობა loopback interface-ზე აღიქმება როგორც 2. უყურეთ უყურეთ ჩვენ უნდა მივუთითოთ აქ წყარო ამ router-იდან რომ უყურეთ რომელი ინტერფეისიდან გვინდა ჩვენ რომ დავამყაროთ მეგობრობა აი ამ router-თან. უნდა უთხრათ ახლა ჩვენ რომ neighbor მეზობელო 5-იანებო მე გთავაზობ ჩემს მეზობლობას ჩემი loopback interface-იდან. update source loopback ამ შემთხვევაში loopback-ი 6 მაქვს მე უარ შევცდე. დავართ ნახოთ აბა do show IP interface brief მაინც მინდა დავწუნე. კი ბატონო loopback 6 მაქვს. ეხლა უყურეთ. update source loopback 0. ეხლა სო ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა უნდა გავაკეთო მე ჩემი ამ 6-იანების network advertisement. ხო? მაგრამ ჯერ სანამ გავაკეთებ მე უნდა გავაკეთო BGP კავშირი აი ამასთან ეხა ამ მეორე მეზობელთან. neighbor იგივე 4-იანები ესე ჩემში და ავტონომიურ სისტემაში, ამიტომ აქაც იგივეს ვწერ iBGP-ს ვამყარებ, ეხა ანუ internal BGP connections ვამყარებ. neighbor 4-იანები update source loopback 6 იქნება ამ შემთხვევაში. ხოლო აქ გავაკეთე loopback 6, ამაზე loopback 0 არის, loopback 0-ები არის ყველგან. კი ბატონო. ეხლა უყურეთ რა ხდება. ეხლა უნდა გავაკეთო მე network advertisement. ხო? network advertisement-ი როგორ უნდა გავაკეთო? network 6
მასკა 255 როგორც მაქვს ზუსტად როგორც მაქვს routing table-ში ამ კონკრეტულ ინტერფეისზე მინიჭებული IP ადრესი იგივე უნდა გავაკეთოთ. თუ სხვანაირად გავაკეთებ, სიტყვაზე 0 როქნა არ იმუშავებს. უნდა იყოს ზუსტად ისე როგორც მაქვს. დამთავრდა. აქ ეხა მე არაფერი არ მჭირდება, მე მგონი მე ამას გადავხედავ, ეხა ნახეთ do show run section router BGP შემიძლია ესე ვქნა section SE router RE BGP-B. ამომიგდებ ჩემ BGP კონფიგურაციას. კი ბატონო, router BGP 64500 შევქმნი პროცესი, BGP router ID 6-იანები დავადე, network-ი მაქვს 6-იანები, advertisement-ი, ანუ ჩემი ქსელის აი ეს კონკრეტული loopback IP interfaces advertisement გავაკეთე. Neighbor 4-იანები მაქვს remote AS ამაში, update source loopback 6 მაქვს ამისთვის, ანუ მეზობლობას გთავაზობ ჩემი loopback interface-იდან. ეს ჩვეულებრივი ინტერფეისიდან რომ გამეკეთებინა არ იყო საჭირო. მხოლოდ loopback interface-ის დროს არის ეს კონკრეტული საჭირო. Neighbor 5-იანები, remote იგივე, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს routeri არის და ყველაფერი. კი ბატონო. ამჟამად მე მგონი სრულიად საკმარისი არის. კიდე აქ შემიძლია მე რაღაცები გავაკეთო, მაგრამ ჯერჯერობით ეს იყოს. ეხლა შევინახოთ ეს კონფიგურაცია. Do right. გადავიდეთ ეხლა router 5-ზე. ნახოთ აბა ხო არ მაქვს BGP კონფიგურაცია. Do show run section router BGP. აქ თუ არ უნდა სულ ვარ კონფიგურაციის არაფერი. წავიდა. router BGP 64500. BGP router ID პირველი ყოველთვის router ID-ს წერთ. 5-იანები. ეხლა მე უნდა გავაკეთო აი ამ ორ მეზობელთან. აქეთ არ ვეხები, აქეთ BGP არის, სხვა ავტონომური სისტემა არის, ამიტომ ჩემში და ავტონომურ სისტემაში რომ ვმუშაო, აი ამ ჩემს გვერდითა მეზობლებთან უნდა გავაკეთო BGP peering ეგრეთ წოდებული. წავიდე ეხლა ჯერ გავაკეთოთ 6-თან. Neighbor 10 15 5 2 remote autonomous system 64500 იგივე ავტონომიური სისტემა რაშიც ვიმყოფი მე. მაგრამ უყურეთ, შემეშალა loopback interface-ზე ხომ მინდა გავაკეთო, ამიტომ მე ვიზავ იგივენაირად, აქაც loopback interface-ზე. Neighbor 6-იანები remote AS 64500 იგივე neighbor update source loopback 0. ეხლა აქ ერთი დამატებითი კონფიგურაცია არის საჭირო, როგორც წამოიწია JSON-ს. ერთი დამატებითი კონფიგურაცია არის საჭირო. ეხლა ეს routeri ამ routerისთვის უნდა იყოს ეგრეთ წოდებული ინტერნეტთან გასვლისთვის შემდეგი ჰოპი. ანუ როგორ? ამან რო შეძლოს სიტყვაზე აი ამ ქსელში გასვლა, აქ უნდა გავუწეროთ შემდეგი რაღაცა. Neighbor 6-იანები ურეთ next hop self. ანუ ამას ვეუბნება, რომ შენ თუ გინდა გახვიდე ქსელში, გაპინგვან ინფორმაცია გაუზავნო სხვა ქსელს, ჩემგან შეგიძლია ეს გააკეთო. კი ბატონო. იგივე უნდა გავაკეთოთ აქაც neighbor 4-იანები remote AS 64500 neighbor 4-იანები update source loopback 0 იგივე ამასაც იგივე უნდა მაგრამ შეგვიძლია ამას არ გავუწეროთ, იმიტომ რომ ამ ორ შორის მაინც გავაკეთებ მე IBGP-ს. ამიტომ ამას არ გავუწევ. უბრალოდ აქ რასაც გავაკეთებ ხა მე
network advertisements გავაკეთებ. ხა აქ რა უნდა ვქნა? აქ უნდა გავაკეთოთ აი ამ ქსელის და აი ამ სამის, ამის და ამის network advertisement. უნდა გავაკეთოთ აქ network 10 15 5 0 255 0 მასკა უნდა დავწეროთ აუცილებლად. აი ეს. ეხა network 5-იანები 2 მასკა ისე მასკა 255/255/255/255/32 მაქვს აქ მასკა. network-ი ეხა 10 4 5 0 მასკა 255/255/0 ესეც ესე. მეგონი მორჩა ხო ნახოთ to show run section router BGP. ურეთ აი BGP router ID, BGP process ID სწორია. ეს ყველა კონფიგურაციაზე აუცილებლად უნდა შემოწდეს, მეგონი, რომ ამ პრობლემა არ იყოს შემდეგ. router ID გვაქვს, network advertisement-ის სამის შემთხვევაში გვაქვს. remote autonomous system ეს გვაქვს. ეს გვაქვს. nextstop self ამ შემთხვევაში გვაქვს. კი ბატონო, მოდი ხა ნახოთ ეს. do show IP BGP summary. აღარეთ აი state ეს კაი რაღაც გამოვიდა ახლა. 4-იანებთან ამ მეზობელთან. ურეთ რა state-ში არის idle, ანუ დაქოქილი არის რა, უბრალოდ ჯერ მისი მეზობლიდან არ აქვს პასუხი მიღებული. პროსტად ძრავი არის ჩართული, BGP ძრავი და ელოდება მის მეზობელს. TCP ეხა გაგზავნილი არის. ეხა ეს active state-ში გადავა მერე გაუგზავნის TCP კავშირს იმისგან თუ მიიღებს მერე ისევ გაივლის ამ ეტაპებს და ბოლოს establish პოზიციამდე მივა. უბრალოდ აქ უკვე გაგზავნილი არის, შემდგარი არის BGP connection-ი, 3 წუთი არის, აქ კიდე ჯერ არასდროს არ შემდგარავ. აქ ერთი ის გააგზავნა რა. ხოლო ჯერ. ეხლა უბრალოდ მე-4-ზე გადავიდეთ, აქ უკვე მაქვს BGP შექმნილი, როგორც მახსოვს, enable show run section router BGP უბრალოდ არ შემეშალოს ამე. კი ბატონო, router გადავიდეთ previous legend-ში conf router BGP 64500 ვაკეთებთ ორივე მეზობელთან, ამასთანაც და ამასთანაც. ოღონდ loopback interface-ზე. router ID გვაქვს გაწერილი პირდაპირ neighbor 5-იანები გეთაყვა remote AS 64500 არის ესეც. აქ წერთ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. აქ უნდა update sources და nextstop self-იც. ესეთი რაღაცა update source loopback 0 და nextstop self. nextstop self. neighbor 6-იანები remote autonomous 64500 neighbor update source loopback 0 იგივენაირად და ნახე JSON-ი წამოვიდა nextstop self. კი ბატონო. ეხლა network advertisement-ი. do show run section router BGP. მოდი ნახოთ, ჩავიხედოთ რა გვაქვს და მაგის მიხედვით network advertisement-ი ჯერ არ გვაქვს. ამიტომ უნდა გავაკეთოთ ეხლა აი ამ router-ზე აი ამ ქსელის და აი ამ ქსელის advertisement. ამ ქსელს და ამ ქსელს, ანუ IBGP-ს, უბრალოდ eBGP-ს, გარეთა BGP-ს advertisements შიდა ქსელში არ ვაკეთებთ და რატო? იმიტომ რომ BGP table, ეგრეთ წოდებული BGP table თვითონ არის ძალიან დიდი, დაახლოებით შეიცავს უკვე 1 მილიონზე მეტ routes, prefix, წარმოიდგინეთ რამხელა და ესო ეხა
ჩვენში როუტერში აღმოჩნდება შეიძლება როუტერი აგვიფეთქდეს რა არ არის ეს მიზანშეწონილი თან არ გვინდა ჩვენ ეგ გავაკეთოთ იმიტომ რომ ნუ მე ნახავთ ჩვენ იქ უნდა ავირიდოთ თავიდან რომ გავხდეთ transit route და ასე შემდეგ ძალიან ბევრი რაღაც არის რასაც ნელ-ნელა გავიდეთ ჯერ უბრალოდ აი ეს კარაქი და პური გემრიელად იმას ეხლა Excel-ის advertisement network-ი 10 450 255 255 მასკა დამოვიწყდა ისევ მასკა კი ბატონო ეხლა 4-იანები 255 აქაც /32 მაქვს კი ბატონო მოდი ეხლა ნახოთ აბა BGP table ესეთი ბრძანება არის do show run არა რა run do show BGP IP version 4 Unicast კი ბატონო ნახეთ ეხლა აქ უყურეთ რაღაცები უნდა გავიაროთ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები აქ არის სხვადასხვა ნიშნები რაღაცა ვარსკვლავი რაღაცა მეტობის ნიშანი next hop-ი metric-ი local preference wait path i აქაც i და 1000 რაღაც უბედურება რას ნიშნავს ხა ისი ეს IP ადრესი ნახეთ 4-იანები ეს ვართ ჩვენ next hop-ი ამისთვის არის 0-იანები ანუ ეს არის directly connected route რომელიც არის ჩვენ რა ჩვენ ვართ ჩვენ თავს გიჩვენებს ამიტომ 0-იანები არის 5-იანებთან როგორ უნდა მივიდეთ? ეს ხო ჩვენი მეზობელი არის, გვერდითა როუტერი, აი ეს როუტერი. გეუბნება რომ აი ამით უნდა მივიდეთ. ეხლა ამასთან როგორ უნდა მივიდეთ? ამის უნდა ნახოთ ესე. do show IP safe. ორეთ? არა. აი კონკრეტულად ნახოთ. IP safe 5-იანი. აი ნახეთ. next hop არის gigabit ethernet 0.2. აი ეს ინტერფეისი რომელიც არის 10.451 ანუ ეხლა ეს routing tables-ი ჩაიხედა BGP-ს არის როგორ მუშაობს routing table-ი უნდა არსებობდეს და იმ routing table-იდან გადმოიტანს თვითონ და თავისთვის ჩაიწერს საჭირო თავის BGP table-ში ანუ თვითონ კი არ ქნის ამ მაგიდას ეს უკვე შექმნილი არის თვითონ RIB-ის მიერ routing information base-ის მიერ ეს routing information base გადადის SEF-ში, ანუ Cisco Express forwarding table-ში და ამ გამზადებულიდან უკვე თვითონ BGP ამოიღებს რა ყველაზე სწრაფ მარშრუტს და ჩაიწერს თავის მაგიდაში. აგერ არის SEF-ი, ეხლა ნახოთ to show IP route. ეს არის RIB, routing information base, ანუ საბაზისო routing table-ი, რომელიც პირველადად იქნება. აქ წერია აბსოლუტურად ყველა მარშრუტი, ეხლა რაც ამ router 4-ს გააჩნია. ეს არის მისი მომიჯნავე eBGP-ც და მისი მეზობელიც. eBGP ჯერ არ აქვს, ხო? უბრალოდ აგერა eBGP ეს არის უბრალოდ CS connected არის, directly connected route არის და ამიტომ B არა წერია. BGP როგორც ასე არ გვაქვს. ეხლა ნახოთ to show IP safe. ეს რა არის ეხლა? ეს თითქოს სხვა არის, მაგრამ არაფერი ყურეთ. ეს არის უკვე RIB-დან, რაც წინაზე ვნახეთ, აი აგერ ზევით რას ვნახეთ, routing table-დან, აი აქედან აღებული საუკეთესო რაუტები, რომ სწრაფად განახორციელოს როუტერმა მარშრუტიზაცია. და პირდაპირ არის აი სად რომელ ინტერფეისზე რა IP ადრესით უნდა გავიდეს, აი მაგალითად ამ ინტერფეისზე თუ გინდა ამ Excel-ში თუ გინდა აი აქედან გადიო გეუბნება ამ ინტერფეისიდანო აი უყურეთ next hop აგერა წერია თავზე. აი next hop არის ეს არის ინტერფეისი, ეს არის პრეფიქსი. 6-ზე თუ გინდა რომ მოხდე აი აქედან უნდა გახვიდე და აი აქედან აიღო ეხლა ჩვენმა BGP. აი ეს შექმნა მე. To show IP BGP. აი ეს შექმნა BGP. აი ამ SEF-ზე დაყრდნობით. ეხლა რა ხდება? აგერ არის ყველაფრის განმარტება.
ეს რა არის? star რა არის? asterisk. ეს არის ვალიდური რაუტი. ანუ ეს რაუტი არის ვალიდური. მუშა რაუტი არის რა, მოქმედი. მეტობის ნიშანი რა არის? ეს საუკეთესო რაუტი არის. საუკეთესო მარშრუტი არის ამ შემთხვევაში. აი ამ ქსელთან ეს next hop-ი არის საუკეთესო მარშრუტი. აქ არის უკვე აქ მეტობა. ეს საუკეთესო მარშრუტი არის, მაგრამ ამ ქსელთან რომ მივიდეს ეს კონკრეტული რაუტი BGP-ს არ იყენებს. იყენებს EGP-ს Interior Gateway Protocols. ამ შემთხვევაში OSPF-ს და რატო? OSPF-ის administrative distance ხომ არის 110. IBGP-ის administrative distance არის 200. ანუ უფრო დაბალი administrative distance გამოიყენა რომ მივიდეს რაღაცა მანძილთან, OSPF-ი გამოიყენა ამ შემთხვევაში და არა IBGP. ჩვენ მეზობლებთან IBGP შევქმნით, გარე მეზობლებთან EBGP შევქმნით, ხო, ექსტერიორში. ხოლო შიგნით წერს RIPs, ნახეთ, არის RIP failure, ანუ routing information base failure, ანუ BGP არ არისო გამოყენებული ამ ქსელში მისასვლელად. გამოყენებული არისო OSPF. ამას გვეუბნება. იგივე არის აქაც. აქ რომ მივიდეს უკვე, ნახეთ. აქ რომ მივიდეს. ორი ვარიანტი არსებობს ამისთვის. ერთი არის თვითონ, რომელზეც არის directly connected, ანუ ამ ქსელთან და მეორე არის აი ეს. ამ შემთხვევაში RIP failure, იმიტომ რომ ეს უკვე შიდა ქსელი ჩვენ ხო OSPF-ი გვაქვს გაკეთებული შიდა ქსელში და სულ RIP failure არის, მაგრამ როგორც კი გავალთ გარეთ და გავაკეთებთ გარე კონფიგურაციას. ნახავთ რომ ეს RIP failure არ იქნება სხვაგან. ეხლა ჩვენ გვინდა გავაკეთოთ კონფიგურაცია აი ამ ორ შორის, აი ამ ჯიგრებს შორის, აი ეს გვინდა ეხლა გავაკეთოთ. დავიწყოთ. დავუდგეთ BGP 64.500. ისევ შევიდით კონფიგურაციის რეჟიმში. მოდი ვნახოთ საერთოდ რა ხდება ჩვენს იმაში რა. Do show run section router BGP. network-ები გვაქვს advertisement გაკეთებული, neighbor WAUS 1, 2, 3. ახლა გვინდა ამ მეზობელთან გავაკეთოთ ჩვენ მე შევშევქნა და ასე ვთქვათ მეზობელი. neighbor 72, აი ეს არის. ხო მეგობრებო, აქ ერთი დეტალი. ჩვენ როცა ვაკეთებდით IBGP-ს, ხო, შიდა BGP-ს რო ვაკეთებდით, loopback ინტერფეისით ვაკეთებდით neighbor peerings. ხოლო როცა ვაკეთებთ IBGP-ს, ეს არ არის მიზანშეწონილი. არ უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაკეთოთ ჩვეულებრივად ფიზიკურ ინტერფეისზე. ამ შემთხვევაში ამის ფიზიკური ინტერფეისი ის არის 172 30 2 1. remote AS, ამის remote AS ნომერი არის 64700, ხო? 64700. კიდე გვინდა ხა TTL security. Hops 1. კი ბატონო, მე მგონი მორჩა, ხო? მოდი ხა ნახოთ. Do show IP BGP summary. აი იგივე ხა idle არის აქ. ახლა უნდა გავაკეთოთ ამის კონფიგურაცია და მე ეს idle მოიხსნება თავისთავად. გავაკეთოთ ხა ამის კონფიგურაცია. დავიწყოთ. Enable conft do show run section BGP ნახოთ მაინც რომ არა გვაქვს, კი ბატონო. router BGP ამის არის 64700, კი ბატონო. BGP router ID არის 10-იანები. loopback interface. neighbor ზედა მეზობელი გვინდა 172 30 2 2. remote AS
შემიშალა შემთხვევით დამიჭირა 64500. კი ბატონო. ეხლა TTL security არ უნდა დაგვაუწყდეს, თორე არ იქნება მეზობლობა. TTL security hops 1. კი ბატონო. ნახეთ adjacency active ვისე, ეგა. ეხლა ამასთან გავაკეთოთ მეზობლობა, პარი, მის მეზობელთან, ხო? Neighbor ამის მეზობელი არის 209 165 201 remote autonomous system ამის autonomous system არის 64800 კი ბატონო neighbor აქაც TTL security არ უნდა დაგვაუწყდეს შეგვიძლია TTL security საერთოდ არ გავაკეთოთ მაგრამ კარგი პრაქტიკა არის რომ გავაკეთოთ და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეხლა network advertisement შეგვიძლია აქ საერთოდ არ გავაკეთოთ network advertisement იმიტომ რომ ეს ხა ჩვენ გვჭირდება როგორც ტრანზიტ რაუტერი ანუ გადაიტანოს просто ინფორმაცია მეტი არაფერი და ზედმეტი რაღაც არ იყოს რა Excel-ში მაგრამ მოდი მაინც გავაკეთოთ ამის 10-იანების network advertisement-ი და ცოტა დავტვირთოთ routing table-ი თვალი აგვიჭრელდეს და ნახოთ შევეჩვიოთ რა რომ ეს კაი ბევრი დიდი routing table-ი რო იქნება დიდი რა ამ შემთხვევაში საშუალო ზომის routing table-ი რო იქნება ცოტა თვალი აგვიჭრელდება ცოტა შეიძლება შეცდომები დაუშვათ მექანიკური ამ მერე troubleshooting-ი უნდა დავიწყოთ იქ ვეძებოთ რაღაცები იმას სხვადასხვა რაღაცებს შევეხებით და ბევრი პრაქტიკა არის თან ნახავთ მე ხო იქ სხვადასხვა IP address საიდან სწავლობს როგორ მუშაობს BGP იქ მანიპულაციებს გავაკეთეთ და ასე შემდეგ ამიტომ network advertisement-ი გავაკეთოთ 10-იანების network advertisement-ი მასკა 255 იბათ მე ხა do show run section of the BGP გადავხედოთ ჩვენს კონფიგურაციას ანუ router ID გვაქვს process ID გვაქვს autonomous system number body-ში process ID ძალიან ისეთი არის USB ხო არა AS ნომერი გვაქვს network advertisement-ი გავაკეთეთ neighbor ამ მეზობელთან 64500-დან გვაქვს და TTL security-ს არის ამ მეზობელთანაც IP address ხო სწორია არის და TTL security-ს არის ეხა ჩვენ კიდე შეგვიძლია აქ ბევრ რაღაცები გავუშვათ ეხა დავუშვათ ნუ მაგი არ გვინდა ჯერ არ გვინდა მე გავაკეთოთ ყველაფერი კარგით ეხლა გამოვიდეთ აქედან შევინახოთ კონფიგურაცია ამათში კონფიგურაციის შენახოთ დამაუწყდა ამიტომ უცებ კონფიგურაციის შევინახავ ზედა რაუტერებში შევინახეთ მეოთხეზეც შევინახოთ და გადავიდეთ შემდეგ რაუტერზე აქ გადავიდეთ მეცხრეს enable მოდი სანამ გადავალთ მეცხრეზე აქ ჩავიჭიდოთ ერთი BGP table-ი ვნახოთ რა ხდება do show IP ამბოიც do show IP BGP summary დიახ იბატონო აქ უკვე შედგენილია პრეფიქსებიც მიღებული გვაქვს idle არის აქ ჯერჯერობით კარგით მოდი ახლა ვნახოთ do show IP BGP просто BGP ნახოთ კი ბატონო ვიცით უკვე ჩვენ BGP მეზობლობა გვაქვს აი ეს ქსელი უკვე 6-იანების და აი ეს IP address-იც უკვე ვისწავლეთ აბა გავპიკოთ იმათმა თუ იციან ჩვენზე მუშაობს პინგი კაცო რა კაი ყველაზე მაგარი შეიძლება პინგი მუშაობს მაგარი პინგი მუშაობს კაი გადავიდეთ ხა მეცხრეს კონფი წავიდეთ ნახ შევამოწოთ ხო არ უკვე აბა to show IGP summary
არა გვაქვს BGP არ არის active router BGP აქ არის ავტონომური სისტემა რომელიც 64800 კი ბატონო BGP router ID ცხრიანები გვაქვს ამ შემთხვევაში ის ცხრიანები გვაქვს კი ბატონო neighbor 209 მარცხენა ამასთან ვაკეთებ ჯერ 165 201 remote autonomous system 64000 700 ეხლა მეორეს neighbor 172 16 2 1 remote autonomous system ამის ავტონომური სისტემა არის 64523 TTL security დაგვაუწყდა ორივე შემთხვევაში TTL security hops 1 security hops 1 ორივეზე გავწევთ ეხლა network-ი ზედაზე დაგვაუწყდა გინახავთ ამაზეც უნდა გავაკეთოთ ამის შემთხვევაშიც neighbor 172 16 1 remote autonomous system ამის ავტონომური სისტემა არის 64600 TTL security hops 1 აქ შეგვიძლია პაროლის გავუწეროთ და ბევრი რაღაც მაგრამ ამ შემთხვევაში ხა არ გვინდა მე შეგვიძლია უბრალოდ ცდის ბიზნით გავაკეთოთ ნუ ნახოთ თორე ამ შემთხვევაში არ გვჭირდება plus show one section router BGP ნახოთ აბა რა გვაქვს ეს გასაგებია network advertisement ჯერ არ გაგვიკეთებია ზედამეზობელთან გვაქვს ავტონომიური სისტემა 600-თან ხო 600 კი ბატონო 600-ია მარჯვენასთან გვაქვს რომელიც არის 523 მარცხენასთან გვაქვს რომელიც არის 67 კი ბატონო network advertisement network ცხრიანები მასკა 255/32 მოკლედ exit to right შევინახოთ კონფიგურაცია და ეგ არის კარგი მოდი ხა ავიწიოთ ზემოთ და აი ამ რაუტერზე გავაკეთოთ კონფიგურაცია ბატონო enable do show to არ გადავიდეთ conf do show run section router BGP ამ ხოლოდ ამ რაუტერთან გვაქვს router ID არ გვაგაწერილი router BGP 64600 router ID VNB BGP router ID VNB იქნება neighbor down router ID changed აბა ნახოთ რა ხდება არა 7-იანები უნდა იყოს no მე შემთხვევით ზედა ის გავაკეთე BGP router ID 7-იანები არაფერს შეიძლება 7-იანები იყოს იმიტომ ვიანებს არ გამაჩნია მე 7-იანებს მიიღებს neighbor ზედა ეხა ამასთან ვაკეთებ აქ ვაკეთებ loopback interfaces
ინტერფეისით, მაგრამ ეს ერთ და იგივე ავტონომურ სისტემაში არიან. ხო გავიგეთ, neighbor ვიანები, ეს არის ზედა IP ადრესი, loopback interface-ის IP ადრესი ამ როუტერისთვის, router 8-ისთვის, R8, ეს R7, R4, R5, R6 და ასე შემდეგ. Remote autonomous system 64600. ესეც ესე, ხა ყველა იგივე პროცედურა. გვინდა update source-ი ვაკეთა loopback interface-ია. Update source loopback 0 და next hop self. იგივე next hop self. ეხლა მარჯვნივ ამასთან გვინდა ჯერ ქვედასთან გავაკეთოთ. Neighbor 172 16 1 2 remote AS რა არის ამის AS 64800 64800 detail security hops 1 აბა დავუვოთ წესით უნდა წამოიწიოს წამოიწია neighbor ხა მარჯვენასთან ამასთან router 1-თან 198 55 65 1 remote AS 64523 არის ეს TTL security არ დაგვაუწყდეს TTL security hops 1 ეხლა network advertisement-ი გვინდა ჩვენი ქსელის 7-იანები ასკა მოდი ვნახოთ do should run section router BGP კი ბატონო router ID 7-იანები გვაქვს network advertisement გვაქვს remote AS update source loopback 0 next hop self გვაქვს ქვედასთან remote AS კი ბატონო 1-2 არის 16 მარცხენასთან გვაქვს მარჯვენასთან გვაქვს ზედასთან გვაქვს ეგ არის ეს router-ი დამთავრდა ეხლა ეს router-ი უნდა გავაკეთოთ მერვე აგერ არის დავწვით enable ოპა კარგი სანამ ეს domain lookup-ს აკეთებს ამიტომ კარგი არის უნდა გაწეროთ ყოველთვის no IP domain lookup რო DNS lookup-ი არ დაიწყოს რაღაცა რო სახელი რო შეგიშლება სადმე რა ახლა ხა დაიწყო DNS lookup-ი ეს არის მეგობრებო გააქტიურებული ხა DNS lookup-ი ამიტომ მე ეს რაღაცას გავაკეთებ და ეს ის გვეცოდინება no IP domain lookup და ეხლა უყურეთ ეხლა გავალ exit and exit ეხლა უყურეთ რა მოხდება აი რაც გინდა დავწერე domain lookup-ს არ გააკეთებს წინაზე ხო გააკეთე ეხლა არ გააკეთებს ეს CCNA-ის მასალა ეს ყველა მიცის ესე გეცოდინა თქვენც conft do show IP BGP router BGP was semotep კაი ეს არის ცოტა ჩამოვწიოთ გვინდა ამ ქსელთან გვინდა ამ ქსელთან 64600 neighbor 10 ჯერ router ID დაგვიწყდა BGP router ID ხედავთ მეგობრებო ბევრს ვაკეთებთ ხო რაღაცები გამოგრჩება და აუცილებლად ეგ პრობლემას არ წარმოადგენს პირიქით
საქმის ნაწილია. არა, უბრალოდ ყურადღებით უნდა გქონდეთ. და ყველა გზას რასაც გააკეთებთ, ხო? უბრალოდ ვერიფიკაცია უნდა გავუკეთოთ, რომ ნამდვილად მუშაობს. და დამთავრდა. თითოეულ ნაბიჯზე წინა ის გაკეთებული შეამოწმოთ, ხო მუშაობს. და ხო ისე არის, როგორც თქვენ ანზრახული ქონდეთ რომ ყოფილიყო. neighbor გავაკეთოთ და ამაზე loopback interface-ზე 7-იანები remote AS იგივე IBGP არის ამ შემთხვევაში და 64600 იქნება და მექნება update source წამოიწია უკვე loopback 0 და next hop selfie ну სადმე რო გავიდეს სიტყვაზე გააკეთ არ იცი სიტყვაზე სად გავიდეს სად მაშინ ეს დაიხმებს neighbor 198 75 65 1 remote AS 6483 TTL security hops 1 ეგა network advertising-ი გავაკეთოთ network ვიანები არის do show run section router BGP მეზობელი ეს update source loopback 0 next hop selfie ეს სამი ერთად არის შეგული ეს მეზობელი ცალკე არის ეს mask advertisement გვაქვს do show IP BGP summary ნახოთ აბა კი ბატონო ამ მეზობელთან idle არის აქ ვა პრეფიქსი არის უკვე კაი do show IP BGP ნახოთ აბა რა პრეფიქსები გვაქვს ესეთ 6-იანებს თუ ხედავთ ეს უკვე კარგის ნიშანია მეგობრებო იმიტომ რომ ყველაზე შორი პრეფიქსი არის 10-იანებსაც ხედავთ 9-იანებსაც ხედავთ ახლა გავპირდოთ do ping 6-იანები აი არ გაპინგა ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის ეხლა უყურეთ რა ხდება რეალურად ჩვენ ერთი რაღაც უნდა მივუთითოთ ეხლა აქ source loopback 0 და წავიდა რატო არ გაპინგა ეხლა ჯერ ისე და source loopback 0-ზე რატო გაპინგა იმიტომ მეგობრებო ჩვენ ნამდვილი IP ადრესიდან როცა ავპინგავთ loopback interface-დან უნდა მივუთითოთ წყარო სად დავგიბრუნოს ხო აი კი პინგავთ მაგრამ საიდან მიგავთ ხო ჩვენ network advertisement-ი კი გავაკეთეთ მაგრამ peering IBGP peering ამ router-თან loopback interface peering ხო გასult ამიტომ ხა ამის იმაში რომ ჩავიხედოთ ნახეთ რას დავინახავთ show IP BGP ნახეთ იცის 8-იანების შესახებ რო 4-იანებიდან უნდა წავიდეს აი ეს არის პირდაპირ next hop კი ბატონო მაგრამ თვითონ აი ეს IP ადრესი აი ეს IP ადრესი არ იცის და რო პინგავთ ჩვენ ის ავტომატურად ცდილობს რომ გაპინგოს აი ეს ინტერფეისი აი ეს ინტერფეისი ცდილობს რომ აქ დააბრუნოს აი ეს არ იცის აქ საიდან მოვიდეს იმიტომ რომ ამ ქსელის advertisement-ი ჩვენ არ გაგვიკეთებია ხდით აი ეგ არის ხო იქ ჩვენ კი ვიცით სიტყვაზე იქ როგორ უნდა მივიდეთ მაგრამ იმას უნდა იცოდეს როგორ უნდა მოვიდეს ჩვენთან show IP route ჩავიხედეთ ახლა აი BGP table-ში რა წერი აი არ იცის იქ როგორ მოხდეს რა ხედავთ
აი ეს არ იცის, აი ამ IP ადრესთან მისასვლელი გზა არ იცის. არ წერია მის BGP IP routing table-ში. ხოლო 6-იანებთან იცის. 6-იანებთან ჩვეულებრივად მოვა, აი ეგეთ. 6-იანებთან კი არ ვიანებთან, აი ეგეთ. აი BGP-თ იცის. აი BGP-თ იცის. რო აი BGP-თ აი ამას გაუგზავნის, ამას მიხედავს. მაგ დეტალებს მე ყველაფერს გავაკეთე. აქ მორჩა ხო კომუნიკაცია ახლა გინდა ამასე რაუტერ 1-ს enable show IP BGP no active not active aia conft router BGP 3.5.523 წავიდე router ID გვინდა ხა BGP router ID გოდეში BGP router ID ერთიანები იყოს router 1-ის ნუ router ID ლოგიკურად გავყევი ხო router 1-ის არის 1 2 2 3 მერე 4 5 6 7 8 9 და 10 ხო აი 9 და 10 კი ბატონო router ID დავადე თვითონ router-ის სახელის მიხედვით, აი router 1-ის router ID არის ერთიანი. Neighbor გავაკეთოთ ახლა აი ჯერ შიდა გავაკეთოთ თუ მოდი გარე გავაკეთოთ. Neighbor 198 55 65 2 remote AS 64600 detail security hops 1 ეს neighbor ამოიწია 198 75 65 2 remote AS 64600 კი ბატონო TTL security hops 1 but ამოიწევს მე ხა ისის წესით. კი ბატონო. ეხლა ნახოთ ამაზე გავაკეთოთ. Neighbor უკვე loopback interfaces სამიანები. Remote AS 64.523. Update source loopback 0 თავისთავად loopback 0 და next hop self არ უნდა დაგვაუწყდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძანება თუ გვინდა რომ ამან გაიგნოს გზა გარეთ აუცილებლად გამავალ როუტერზე უნდა დავაკონფიგურიროთ next hop self ბრძანება თუ გააგნოს გზა იმიტომ რომ ამათ შორის ამ როუტერსა და ამ როუტერს შორის BGP ხო არა გვაქვს შექმნილი. ამან ხო უნდა შეძლოს გარეთ გასვლა. ამიტომ ეს ეთქვის ჯიგარო, სადმე გინდა გარეთ რაღაცა? მე გამომიგზავნე მე მიხრი. მე ვარ რა შენი next hop. Neighbor ამის loopback-ი არის router ID ორიანები remote AS 64.523 update source loopback 0 next hop selfie network advertisement რაც ძალიან მნიშვნელოვანია network-ი 10 1 3 0 255 მასკა 255 რამდენი ხუთი 255 0 შემდეგი network-ი არის 10 1 2 0 მასკ 255 slash 0 slash 24 თავისთავად network ერთიანები
to show run the section of the BGP ჩავხედოთ აბა BGP table-ში რა ხდება. But router autonomous system number სწორია, router ID სწორია, network 1 advertisement მეორე მესამე ეს არის loopback nexus self სწორია, neighbor loopback nexus self სწორია, detail security არის და ნახოთ ახლა BGP table. Do show IP BGP summary. კი ბატონო, prefix-ების უკვე გაიცვალა, ანუ აქ idle არის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯერ ამ მეზობლებისგან, ამისგან არ შემოსულა დახმობა. როგორც კი შემოვა, ეგრევე წამოიწევა Excel-იც. შევინახოთ კონფიგურაციამდე. Do show IP BGP. ნახეთ უკვე გაიზარდა BGP table. ეხლა უკვე ალტერნატივა მიეცა, ნახეთ. აი, ამას ეხლა უკვე დეტალებს ცოტა ხანში გავვლით. ყველაფერს გავვლით აბსოლუტურად აკრაცე. აბსოლუტურად ყველაფერს. რა არის მეტრიკი, რა არის local preference, რა არის weight, რა არის path. attribute. იგივე autonomous system path. გზა, path. ხო. pronunciation-ისთვის ბუდის გიხდით. კარგი, აქ მორჩა კონფიგურაცია, გადავიდეთ შემდეგ. ზე. მოდი გავპიკოთ, აბა, თუ მუშაობს ექშენებს თუ პინგოთ. Do ping x ერთზე ვართ და ვცდილობთ რომ გავპინდოთ x-იანები. კარგი. პინგი არ წავიდა. საინტერესოა. მოდი ახლა გავპინგოთ აი ეს მიჯნავა. მოდი ესეთი რაღაც გავუკეთოთ. მოდი ping 198. ნახოთ აბა სადამდე შეგვიძლია გავპინგოთ. 55, 65, 1, 2. გაიპინგა. ანუ ამ ინტერფეისს პინგავთ, აბა ამას თუ პინგავთ. 198, 51, 102. ხო, ამას ვერ პინგავთ. ანუ აქ არის რაღაცა პრობლემა, ხო ასე? მოდი აბა routing tables ჩავხედოთ. Show IP route. IP route ჩავხედოთ აბა. ანუ ერთიანებთან, ორიანებთან, ხუთთან. მიცადეთ 6-თან. Ping out. Next up ირა. 198, 265, 2. კი ბატონო, ეს არის next up. ამა network advertisement ხო გააკეთა აქ. აბა აქ ნახოთ რა ხდება. ამან თუ იცის. Show IP route. აბა ნახოთ 1, 3. კი ბატონო. კი ბატონო. ერთიანებთანაც იცის. Ping 1. Copying. So, რაღაცა ეთქვა convergence-ის პრობლემა იყო, არ ვიცი. Ping 6. Source უნდა მივიდო, საიდან პინგავ. აბა მანახეთ, რა, source გავაკეთებ. ბექსი. კი ბატონო.
source უნდა და საიდან პინგავდი. Source, აბა ნახოთ interface gigabit 0.1 0.0 source ნახოთ აქ უპექი გვაქვს interface რაც სინტაქსი ახალ მახსოვს ბოდიში გიხდით, მაგრამ უცებ ნახავ ახლა. სინტაქსი გიგაბიტი და source კარგი, არა პრობლემა. ახლა აბა conti to show run network advertisement ramakaba section router PGP ანუ ამ ინტერფეის ეს ინტერფეისი მაქვს to ping x source gigabit ethernet gig 0.2 короче, ამ ინტერფეისიდან და ამ ინტერფეისიდან პინგავს. ამ ინტერფეისიდან ვერ პინგავს, იმიტომ რომ აქ არის ის როგორ ეს ქსელი საერთოდ არ აქვს. ამის advertisement-ი ხო არ გამიკეთებია. სულ გამოჩნდა ამის advertisement-ი არ გამიკეთებია. შესაძლოა და არის როგორ გამოვიდეს ამ რაუტერმა. ხო? აი ესე ნამდვილად troubleshooting-იც გამოგვიყვება. ხო არის წარმოიდგინე ამ ქსელთან მივა ამ ინტერფეისიდან აგორეთ ამ ინტერფეისიდან loopback ინტერფეისიდან პინგავს. ჩოლებთ. აი კიდე დავწუნდეთ, მოდი მეორედან გავპინგოთ ერთიანიდან პინგავს. კი ბატონო, პინგი მუშაობს, კარგი. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. do right-ზე დავასეიროთ. გადავიდეთ შემდეგზე. enable conti აქ ნახტობა BGP თუ show IP BGP router BGP 64.523 იგივე არის აქ ყველაფერი იგივე BGP router ID ნება 3-იანები neighbor 10 არა ბოდიში 1 რინო ჩვენ ხო IBGP-ის loopback ინტერფეისებით ვაკეთებთ 64.523 შიდა არის დამიტო update source loopback 0 adjacency წამოვიდა აქ next-ով self აღჭირდება. იმიტომ რომ აქედან რეალურად აღარ გავდივართ ხო ასეთ. ეს გააკეთებს advertisements ჩვენი თვითონ ამ ქსელის. ეხლა გვედას აი ამას. neighbor ორიანები remote AS 64.523 update source zero უნდა წამოიწევს ისეთ წამოიწე adjacents აი მანდ network advertisement-ი გავაკეთოთ network 3 maska 5 რანაირად წამოიწევა აქ არ გამიგეთებია BGP კონფიგურაცია
255 კი ბატონო ეხა ეს ქსელები უნდა გავაკეთო ამათი advertisement-ი network A75 16 00 მასკა 255 00 ესენი ხო? კი ბატონო. და აქ იქნება უბრალოდ 17. კი ბატონო, გინდა ხო? They want to hold PGP configuration to show one section router PGP. Router ID Quark, network advertisement Quark, neighbor RTAs Quark is the schema. To show IP BGP ნახოთ ახლა BGP არის to ping exchange so ping machines ახლა ჩვენ აქედან გავპინგეთ ეს ქსელი ანუ შეიძლება პაკეტი მიდის და მოდის საიდან მიდის და მოდის ჯერჯერობით აი ამ რუტერიდან მე აი აქ ისე გაზრდება საბარაუდოდ რატო არა ისე და რატო ისე რატო არა ესე ეგ უკვე საინტერესოა მაგას გავუვლით ეხლა მე გავუვლით ეს როუტერი ბატონო ეს შევინახოთ კონფიგურაცია შევინახოთ show IP BGP ნახოთ კი ბატონო კონფი router BGP 64.5.23 იგივე არის ამისიც BGP router ID არის ორიანები neighbor ესოები ჯერ გავაკეთოთ ეს კარი 72.16.2 remote AS რომელიც 74.800 ვასი TTL security hops 80 წესით უნდა წამოიწოს ხო აი წამოიწი კი ბატონო ეხლა ზედა მე ზუბილი გავაკეთოთ ეს 10 1 remote AS 64.523 remote AS update source replace 0 the tag within nextloop self რაღაცა მოიწონა IP ადრესი მომიგონი რაღაცა ანუ 10 მოდელ IP ადრესი გამიტევს to show IP interface brief ნახოთ ბატონ ჩემი IP interface ის არის უბრალოდ ნახოთ to show IP interface brief ეს არის do show one რაღაცა ამას აქ შეცდომა რაღაცა შეცდომით გავაკეთებ რა ვიცი რა IP ადრესი კი ალბათ back interface-ზე უნდა გავაკეთებ მაგარი ტიპი აი არის იასე მოიცეთ დამშვიდეთ
დემში ჩიგე ეს დამში შე სისი დაიხურა neighbor უნდა ერთიანებთან remove ეს update source to 0 next one self neighbor ორიანებთან remote სამიანები დიში სამიანები update source to 0 next up self და network advertisement-ი არ უნდა გავუსწროს. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. network advertisement-ი ძალიან მნიშვნელოვანია. ორიანები, მასკა. network-ი ATS Excel-იც უნდა გავაკეთო და ეს Excel-იც AT1 სლეშოს დავუთხით მასკა AT1 მასკა 2 0 პოტიში არის მასკა უჯი დავწერა next კი არა network ცოტა nice. But they can hold to show section of PGP. To show IP PGP summary manager გადავხედოთ. მოკლედ network advertisement is max რაც მინდა ეს მინდა ეს summary max remote is zeda autonomous system zeda router-თან ამასთან max სწორმა ამასთანაც max და მეზობელთანაც max ხო ნახო summary ყველაფერი მოგვიყვანს წყობაში კრიბატო წყობაში ხო ნახოთ to show IP PGP ჩავჭრით აი რა ხდება მოკლედ არჩი ერთთან პირდაპირ მაქვს ერთიდან ორთან მე ვარ თავისთავად სამთან მე ვარ და ოთხთან რა ვიცით რომ 4 ეს არის აი ეს ოთხთან არის რამოდენიმე გზა მოდი ვაშრახდით იცი აქედან რო ვარდით მოდი ხა აქ რაღაცას დავაზუსტებ ხო ნამდვილად შევს ping to ping 6 source კი ბატონო ping-ი მოშევს შევინახოთ კონფიგურაცია და მოდი ახლა ნახოთ აი აქედან ჩავჭრიდოთ ჯიგულად enable show IP BGP ეხლა გვინდა რომ ნახოთ აი ამ როუტერიდან გავიხიდოთ ამ როუტერიდან აი ამ ქსელა მოდი ნახოთ სამიანებს ან ორივე ნახოთ არც იგარ არის პრინციპში პრობლემა საიდან მივდივართ ან აქედან წავა აქედან წავა თუ აი აქედან თუ აი რა გზას აირჩევს BGP და რა ლოგიკით ხელმძღვანელობს უცებ რაღაცა მარშრუტს ირჩევს
ხო საინტერესოა რა ეს რატო აკეთებს ასე და არა ისე აი ხა ვიწიოთ დავიმახსოვრეთ ხო ან ვართ ხა რაუტერი 1-ზე აგერ ვართ და მივიდივართ აი აქ სად არის სამიანები სამიანების network advertisement-ი მე არ გამიგეთებია მოდი აბა ნახოთ Bushu and selection of the BGP network სამიანები კი ბატონო გავაკეთე ამ ping დიმუშავს ping იმუშავს სიანებს მიცემთ თავიდან ნახოთ ანუ ეს იცის ესეც იცის აი სამიანები აგერაც ვაი სად თვალი სად აი აგერა ხო აი აქედან წავიდე ხა რას აკეთებს აბა გავიხედეთ აბა BGP-ში სამიანები ნახეთ 64,000 ნუ 64,600 ანუ ეს ავტონომიური სისტემა გაიარა მე გაიარა ეს ავტონომიური სისტემა ანუ BGP წავიდა ეს დგაპ და აქ მეგობრებო არის ესეთი მცნება BGP path selection algorithm ანუ BGP-ს გზის შერჩევის ალგორითმი. BGP-ს გზის შერჩევის ალგორითმი მუშაობს შემდეგნაირად. აი აგერაც არის ჩამოწერილი. პირველი BGP, რასაც შეხედავს Cisco-s ის არის ეს რა proprietary კერძო საკუთრება, მისი მოგონილი, მისი შექმნილი არის თავისი ორგანიზაციის რაუტერებისთვის და ასე შემდეგ. ეხლა უკვე აღარ არის cloud-შიც ფუნქციონირებს ეს პრინციპი, მაგრამ მაინც რა შვება ეხლა რა ეს BGP. ჯერ შეხედავს weight, აი წონა. ნახეთ, weight არის 0-დან 64,500-მდე დაახლოებით ესე არის. თუ ეს weight, თუ ორი გზა არის აი მაგალითად ყურე აი ამ რაუტერიდან ახლა ორი გზა არის და ამიტომ აქედან ნახავ თუ ორი გზა არის რომელი უნდა აირჩიოს show IP route show IP BGP ყურეთ ორი გზა არის ხა 3-ზე ამ რაუტერს შეუძლია გაუშვას 172.30.0-დან ანუ აქედან ან გაუშვას აქედან 198.51.100-დან. ორეთ ამან აირჩია მეორე. რატო აირჩია მეორე? იმიტომ რომ პირველი რაუტერები ჯერ აკვირდებიან ეგრეთ წოდებულ weight. პირველი რო იყოს აი ესე პირველი თავზე იქნება weight. რომელიც უფრო მაღალი არის, აი ამ routes ეხა არის 0-ია ორივეზე, ამაზეც და ამაზეც 0-ია, მაგრამ რომ ყოფილიყო სიტყვაზე აქ 1 ეს აირჩევდა ამ გზას, ამით წავიდოდა. ორეთ ეს best path, აგერ მეტობის ნიშანი რო არის, ეს მეტობის ნიშანი ხო გავიარეთ, რომ ნიშნავს best, ანუ საუკეთესო მარშრუტი. ორივე ვალიდურია, ორივეს ასტერიქსია თავზე, ფიფქის ნიშანი. ეგ ნიშნავს რომ ორივე ვალიდურია, მაგრამ ეს მეტობის ნიშანი რადგან არის, ეს არის best path, საუკეთესო მარშრუტი. და რატომ არის საუკეთესო მარშრუტი? პირველი არის weight, ხო? შემდეგ აფაზებს, აი ამ weight-ის შემდეგ აფაზებს local preference. რა არის ახლა ეს local preference?
ეს რაც უფრო მეტია, მით უკეთესია. რომ იყოს local preference. სიტყვაზე აქ 1 აქ ხო არის 100. ხედა აქ არის მაგალითად არის 100 რომელიღაცაც. ეს default-ად არის. ამ რაუტისთვის, directly connected რაუტისთვის არის 100. მაგრამ ამ რაუტისთვის 0-ია საერთოდ არ არის, ხო? მაგრამ ჩვენ რომ გავწეროთ ხა აქ 1 აი ამ გზას აირჩევს. მაგრამ ეს არის როგორ? ჯერ შეხედავს weights. weight-ი თუ თანაბარია, შემდეგ გადავა local preference. local preferences თუ თანაბარია, შემდეგ გადავა მეტრიკზე. მეტრიკის თუ თანაბარია, შემდეგ გადავა უკვე path-ზე, ანუ autonomous system path. ანუ რას ნიშნავს ეს? ურეთ, ამ შემთხვევაში ხო გვაქვს ჩვენ აქ 3 ჰოპი. როგორც აი რიპი მუშაობს რა, 1 ჰოპი, 2 ჰოპი, 3 ჰოპი. და იქ არის 1 ჰოპი, 2 ჰოპი. აჰა, აქეთ უფრო შორია, ანუ 3 ჰოპი უფრო შორია, ვიდრე 2 ჰოპი და წავა 2 ჰოპის გზით. დაახლოებით იგივე ლოგიკა გააკეთა ახლა აქ. აქ დაინახა რომ 1 ჰოპი, ანუ 1 ჰოპი, 1 ავტონომური სისტემა უნდა გაიაროს. მერე მეორე ავტონომური სისტემა უნდა გაიაროს და მერე მოხდება მესამე ავტონომურ სისტემაში. ხოლო აქედან პირდაპირ ერთ ავტონომურ სისტემას გაივლის მეორე, ანუ ნაკლები ავტონომური სისტემის გავლა უწევს 2-ის ამ შემთხვევაში და ერთია ეს გზა. ამ ლოგიკით ეხემძღვანელა ეხლა BGP. გამიგეთ მეგობრებო? ყველაფერი რაც მანამდე იყო weight-ი, თანაბარი იყო, გადაწყდა. უბრალოდ არ გადაწყდა weight-ზე, local preferences არ გადაწყდა, metrics-ზე არ გადაწყდა. origin იქნება მე კიდე წყარო აი ესენი ნახეთ მეგობრებო აგერ origin და ესეთი არის დაახლოებით ძირითადი 8 რომელიც ჩვენ გვჭირდება ხო გავიგეთ მეგობრებო. ანუ ის რაღაცა კრიტერიუმები არსებობს. ეს კრიტერიუმები არის პირველი, არის weight. პირველი შეხედავს weights. ჩვენ ეს ხელოვნურად ჩვენი შეგვიძლია შევცვალოთ. აი ამ კონკრეტული რაუტისთვის ამ შემთხვევაში 3-ისთვის აი აქ ჩვენ შეგვიძლია აქ დავწეროთ მაგალითად, რა ვიცი, აი 1 0-ზე, მთავარი 0-ზე 1 მეორეზე მეტი იყოს რა. აქ თუ ეხლა 0 არის დავწეროთ 1. აქ თუ 10 არის, რავით 11. არა ისი კაი პრაქტიკაა რომ ეს რაღაც ბევრი დაწერო რა, ის თვაზე 2000 დაწერო. აქ 1000 დაწერო. ან რავით დაბალი დაწერო, რაც გინდა ის დაწერო, ოღონდ აქ მეტი იყოს. რომ ამან ამ გზით იაროს. პაკეტმა აი ამ გზით გაიაროს. ჩვენ თუ სიტყვაზე ამ роуტერის მიმართულებით დავაკლებთ, და მოუმატებთ weights აქეთ წავა. კაი, weight-ი თანაბარია. ჩვენ მერე შეგვიძლია local preference-ით ვიხელმძღვანელოთ. local preference თუ მოუმატებთ, ხო? ამის მაგალითად აქეთ წავა. autonomous system, ანუ ASPS-ის prepending, ანუ დამატება შეგვიძლია კიდე ჩვენ. საერთოდ რა არის ეს ASPath, აი ეს რა არის? ეს არის მეგობრებო, ორი ფუნქცია აქვს ამას ძირითადად. პირველი არის ლუპის პრევენცია. მეორე არის აი ამ მარშრუტიზაციის მარშრუტის არჩევის დროს მიიღოს მონაწილეობა. ან მარშრუტის არჩევაში მიიღოს მონაწილეობა. ლუპის პრევენციას როგორ ახდენს ხა ეს ASPath? ეს ატრიბუტებია უკვე რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ მერე. რამდენი ატრიბუტი არსებობს საერთოდ? რომელი არის ეგრეთ წოდებული well known, mandatory, discretionary, unknown, და unmandatory, ანუ მნიშვნელოვანი რო არ არის და რომელიც
მესიჯების გაგზავნის დროს ავტომატურად არ იგზავნება და ჩვენ უნდა გავაგზავნოთ და მოკლედ რა იქ ძალიან ბევრი დეტალი არის ატრიბუტებზე რომ გადავალთ მანდ ვისაუბრებთ მაგაზე მაგრამ მოდი ახლა უბრალოდ ზედაპირულად შევხედოთ რა შეება AS path მაგალითად AS path არის ერთ-ერთი ატრიბუტი რომელიც არის well known mandatory ატრიბუტი კარგად ცნობილი ატრიბუტი რომელიც open message-ით რო იგზავნება ეს როუტერი კავშირს რო დაამყარებს ამასთან open message-ს რო გაუგზავნის ამ open message-ში წერია ავტონომიური სისტემა აი ამისი და რატომ ეს ამას გაუგზავნის ეხა ეს ავტონომიური სისტემა ამის ავტონომიურ სისტემას თავისას დაუმატებს და ამას გაუგზავნის ეს თავისას დაუმატებს ამას გაუგზავნის ეს თავისას დაუმატებს ამას გაუგზავნის ეს თავისას დაუმატებს ამას გაუგზავნის მაგრამ ეს თავის ავტონომიურ სისტემას რო დაინახავს ანუ თავის ავტონომიური სისტემის ნომერს რო დაინახავს ამის მიერ გამოგზავნილ მესიჯში გადააგდეს იმეშიც რომ ლუპი აირიდოს თავიდან მაგრამ რეალურად ეს ესე კი არ მუშაობს ეს მუშაობს შემდეგნაირად ეს გაუგზავნის ამას ეს ამას ხო გაუგზავნის ამასაც გაუგზავნის ამასაც გაუგზავნის და ამასაც გაუგზავნის მიხდით ან ყველა მიმართულებით შლის რა ესე ვთქვათ რა და ნუ ის თავის ავტონომიურ სისტემის ნომერს რო დაინახავს open message-ში ავტომატურად გადააგდებს იმიტომ რომ ლუპის პრევენცია მოახდინოს და ლუპი არ მოხდეს რა და ჩვენ ამ weights თუ გავზრდით მარშრუტი შეიცვლება აი ეს გახდება მაგალითად უპირატესი მიუხედავად იმისა რომ უფრო მეტია ხომ შეიძლება რომ ეს ლინკი უფრო სწრაფი იყოს ეს ლინკები იყოს 10 გიგაბაიტიანი ლინკები სიტყვაზე და ეს ლინკი იყოს 1 გიგაბაიტიანი რა მნიშვნელობა ხა 1 ჰოპი 2 ჰოპი არის აქ და აქ 3 ჰოპია სამაგიეროდ 10 გიგაბაიტი არის და რამდენჯერ სწრაფი არის ხო ის 1 გიგაბაიტიანზე დაახლოებით რავი თითქმის 100 ჯერ სწრაფი არის ხო თითქოს და არაფერი 3 ჰოპი არის და იქ 2-ია მაგრამ რეალურად უფრო სწრაფი მარშრუტი არის როგორც RIP-ის შემთხვევაში ხო შეიძლება RIP-ის პროტოკოლის კონფიგურაციის დროს RIP-მა არასწორად აირჩიოს ჰოპის გამო 1 ჰოპი იყოს და იყოს რავი 100 მეგაბაიტიანი და იქით 2 ჰოპი იყოს და გიგაბაიტიანი ლინკები იყოს ხო ან კიდე სხვადასხვა ბევრი ფაქტორი ხა ეს ისე ზედაპირულად რო გამიხილოთ თორე მაგას ნახავთ მე რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ როგორ უნდა შევცვალოთ weight და ასე შემდეგ ბევრი სხვადასხვა ატრიბუტები იქნება გამოყენებული თითქმის ყველას გამოვიყენებთ ყველასა ნუ რა ძირითადებს გამოვიყენებთ და მაგაზე IP prefix listებს access listებს route map-ებს შევქმნით გავაკეთებთ აი ამ ორი ქსელიდან ქსელის advertisement-ი გავაკეთეთ ხა ჩვენ გავაკეთებთ route leaks ეგრეთ წოდებული route leaks რო მაგალითად მე ვიცი ამ ეს 16 ისწავლოს რომელიღაცა კონკრეტული ლინკიდან 17 მეორე ლინკიდან და ორივე ლინკიდან არიცოდეს ერთი რო load balance-ი მოხდეს და საერთო მე დაზვერვის ნიშნით აი ამას ამ /15-ს გავუშვებთ ორი მიმართულებით და suppressions აგრეგაციას გავაკეთებთ და ასე შემდეგ რა. კარგით მეგობრებო. დღეისათვის მოდი სულ ეს იყოს, იმიტომ რომ საკმაოდ ვრცელი ვიდეო გამოვიდა. ეხლა ეს ყველაფერი მე ამას შევინახავ ამ კონფიგურაციას. დავამატებ მე შემდეგში უკვე სხვადასხვა კონფიგურაციებს. ამ დღეისათვის საკმარისი არის, შემდეგისთვის გავაკეთებთ სხვადასხვა რაღაცები. BFD-ს დავაკონფიგურებთ შემდეგ გაგვეთილზე. ეს არის bidirectional forward detection. და რაში გჭირდება ეს? ჩვენ ვიცით მეგობრებო, რომ აი სიტყვაზე, აი მაგალითად ლინკი გაფუჭდა აქ. ხო, აი გაფუჭდა ლინკი რა. და ამ რაუტერს
ის დრო სანამ hold timer-ი არ გავა, ანუ 3 წუთი. წარმოდგენა არ აქვს, რომ სინგი გაფუშტა. და აქედან მაინც აგზავნის პაკეტებს. მაგრამ აი BFT-ს რო დავაკონფიგურირებ ჩვენ, ხო? წამში ეგრევე მოვა აქედან მესიჯი, რომ ლინკი გაფუჭდა, ან რაღაცა მოხდა და წავდა შეცვლის მიმართულებაზე და წავა აქედან. ეგრევე ალტერნატიულ გზაზე გადავა და აქ 3 წუთი დარჩება და არ დაელოდება სანამ იქიდან notification message მოვა, update message მოვა, notification-ი, withdraw და ასე შემდეგ. კარგი, აბაჰე.